რა დააკარგვინა რეჟიმმა ბავშვებს რუსული კანონით ეგრეთ წოდებული ფარათი თუ იმით რომ უკანონო პატიმრობით წაართვა მშობლები 2026 წელი ორი უდიდესი გამოწვევით იწყება ერთი სახიფათოდ და დეფორმად შეფასებული რეფორმა რომელიც განათლების სფეროში დაიგეგმა მეორე მიმართულებაა მოზარდ და დევნა თუ აქამდე 14 წლამდე არასრულყლონები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლები იყვნენ ახალი კანონით მოზარდები პროკურორის დასაბუთებული ვარაუდითაც კი შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში ყოფი არასრულყლოვნების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ. ამ თემებზე სულ მალე ვისაუბრებ სტუმრებთან თამარ გაბოძესა და სიმონ ჯანაშიასთან ერთად. მანამდე კი მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოპერატორი არჩილ ოქრომჭედიშვილისთვის მართლაც გამორჩეული იყო. მოусმენთ პროფესიონალს, დედას, მოქალაქეს ნელი აკობიას, რომელიც სოციალური მუშაკია და ზრუნავს იმ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას. ნელი გვიყვება როგორ დამძიმდა მდგომარეობა წლიდან წლამდე. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახები წელს კიდევ უფრო მეტი სირთულეების წინაშე დგანან. კიდევ უფრო ნაკლები ადგილი აქვს და სივრცე აქვს, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და მხარდაჭერა ითხოვონ. ოჯახებს უჭირთ ბავშვების გამოყვება, ოჯახებს უჭირთ ბავშვების სამედიცინო საჭიროებების საკმაყოფილება, წამლებზე გვაქვს საუბარი, ელემენტარულ და ასე ვთქვათ, გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებებზე გვაქვს საუბარი. რა თქმა უნდა ძალიან დიდი სირთულეებია განათლებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი სირთულეებია ტანსაცმელთან, აი განსაკუთრებით ახლა ზამთარია და ესეთი თბილი ტანსაცმელი, თბილი ფეხსაცმელი ყველაფერი პრობლემას წარმოადგენს. ერთი სეზონური ვირუსიც კი ოჯახს უკვე ისეთ მდგომარეობაში აგდებს, თუ რაიმე პატარა დანაზოგი მათ ჰქონდათ, ან რაღაცა პატარა სივრცე ჰქონდათ ფინანსური, რომ მომდევნო თვემდე მიეღწიათ, უკვე ესეც ქრება და ისინი ვარდებიან მინუსებში, ვალებში, ხშირად ეს არის არაფორმალური ვალები. მე ძალიან ხშირად შემომდის ზარები, წერილები, მიკავშირებიან ოჯახები, რომ ყველაზე ბაზისური საჭიროებები არის აი დღეს გაუკმაყოფილებელი და არიციან დღეს რა აჭამონ ბავშვებს. აი არიციან დღეს რო ბავშვი მოხდეს ავადმყოფოში როგორ და რანაირად ხვალ რო გამოიწერება ეს ბავშვი როგორ და რანაირად მიხედონ ამ ბავშვის საჭიროებებს. ერთ-ერთ რეგიონში აი ახლა რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და გქონდა შეხვედრა ბავშვებთან და კითხვა დავუსვით მათი აზრით რა არის ბავშვის ყველაზე მთავარი უფლებები ან რა უფლებები ახსენდებოდათ მათ. და პირველი უფლება რაც მათ გაიხსენეს იყო ის რომ ბავშვის უფლებაა იკვებოს. ბავშვის უფლებაა ჭამოს, ჰქონდეს საკვები. ჩვენ წინა წლებშიც ვესაუბრებოდით ან ვეკითხებოდით უფლებებზე, შესაძლოა რომ თავდაპირველად არ წამოსულიყო ეს კონკრეტული ანუ კვება და ბაზისური საჭიროება, არამედ წამოსულიყო სხვა უფლებები, მაგალითად იყოს დაცული, მასე არ ძალადობდნენ. ეს გახდა მეორე ხარისხოვანი და პირველ ხარისხოვანი გახდა კვება, რაც არის აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა, თუნდაც იმასთან შედარებით, რა მდგომარეობა ჩვენ გვქონდა. თოვლის ბაბუასთან ჩვენ რა სურვილებსაც ვხედავთ, რომ ბავშვები წერენ და რა სურვილებით გვიზიარდება. ძალიან ხშირად მათი სურვილი არის, რომ ქონდეთ საკვები, საახალწლოდ, ქონდეთ ტკბილეული და მათ უმცროს ან თავისთვისაც კი არ ითხოვენ ხშირად ბავშვები, რომლებიც არიან მაგალითად 9, 10, 11 წლის, არამედ ითხოვენ მათი უმცროსი დაძმებისთვის, რომ აი ჩემს უმცროს დაძმას გთხოვ თოვლის ბაბუა მოუტანო საკვები, მოუტანო ტკბილეული. და საბაზისო პროდუქტები, მაგალითად საბაზისო მოხმარების ნივთები, მაგალითად პამპერსი. ბავშვის თვალით რომ შევხედოთ 9, 10, 11 წლის, 12 წლის ხარ მაგალითად და შენი სურვილები უნდა იყოს უკიდეგანო. და ეს სურვილები არის იმდენად დამიწებული და იმდენად ასე ვთქვათ შევიწროებული, იმიტომ რომ შენ არ გაქვს სხვა შესაძლებლობები, აი სურვილშიც კი შეზღუდული ხარ. და ეს ნამდვილად ძალიან მტკივნეულია, რომ ამას ვუყურებ ჩვენ როგორც ადამიანები, როგორც სპეციალისტები. და ასევე აი ძალიან მინდა ხაზი გაუსვა ისეთ სერვისებში განსაკუთრებით, რომლებიც აი ბაზისურ და უსაფრთხო გარემოს თავაზობენ ბავშვებს. ბავშვები გამოყოფენ, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია ეს გარემო და თუნდაც აი მაგალითად რასაც გამოყოფენ არის ის, რომ ცხელი წყალი აქვთ იქ. თბილი წყალია, რომლითაც შეუძლიათ რომ ხელი დაიბანონ.
არის ელემენტარული საჭიროებები, არის საკვები. აი ესეც მათ არ აქვს სახლში. ამ სერვისებს ვინ აწვდის? ამ სერვისებს როგორც წესი აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ უკვე ვხედავთ რეალურ საფრთხეებს, რომ ეს სერვისები შეიძლება დაიხუროს, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები შეიძლება ან შემცირდეს, ან თავადაც დაიხუროს მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური სიტუაციის ფონზე და იმის სული კანონი ეგრეთ წოდებული ფარა ამის გამო. კი, ყველა იმ კანონის ფონზე რაც იყო მიღებული, რაც აბსოლუტურად ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. უფასო ყვება სკოლებში რამდენ პრობლემას მოუგვარებდა იმ ოჯახებს, რომლებთანაც გაქვთ შეხება? ხედავთ, რომ თურმე მილიონობით ლარს ჩინოვნიკები იპარავდნენ, მათ შორის ყვების თანხებს ბავშვების და მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილ თანხებს და აი ამას რომ ხედავთ, ხო კიდევ უფრო მეტად ბრაზდებით და კიდევ უფრო მეტად ვფიქრობ მე როგორც ერთი ადამიანი და ერთი სპეციალისტი, რომ ნამდვილად უნდა გადაიდგას საბოლოოდ ეს ნაბიჯი, რომ ბავშვები არ უნდა გვყავდეს მშიერი სკოლაში. მე სკოლებში მიმუშავია და მინახავს როგორ მოქმედებს ბავშვზე შიმშილი. შიმშილიც გრძნობა როგორ მოქმედებს. მაგალითად მე-4, მე-5, მე-6 გაკვეთილზე საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებ ბავშვებთან. იმიტომ რომ შივრები არიან ელემენტარულად და აბსოლუტურად მათი ქცევა, მათი ემოციური რეგულაცია, რა თქმა უნდა, მათი ფიზიკური ჯანმრთელობა ხო ზიანდება, მაგრამ ნახეთ იმის მიღმა, ანუ განათლების მიწოდება თუ გინდა და ზოგადად ბავშვებთან რამეზე მუშაობა თუ გინდა ვეღარ ახერხებ, იმიტომ რომ ბავშვი მშიერია და შეუძლებელია ამის გაკეთება. ყველაზე მეტად რას უსურვებდით ბავშვებს 2026 წელს? 2026 წელს ბავშვებს უსურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც ბავშვს აღიქვამს ბავშვად და ბავშვს აღიქვამს ინდივიდად, ბავშვს უსმენს, ბავშვის საჭიროებებს ითვალისწინებს და ბავშვს ხედავს. იმიტომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ ისეთ გარემოს, სადაც ბავშვს არ ხედავს სახელმწიფო. ბავშვი ადგება სახელმწიფოს და უკაკუნებს, ასე ვთქვათ, კარებზე, ასეთი აი კონკრეტულად ასეთი შემთხვევებიც ბევრია, რომ პირდაპირ ბავშვები მიდიან სამინისტროებთან, მიდიან უწყებებთან და იქაც კი არ ხვდებიან მათ, იქაც კი არ ელაპარაკებიან ბავშვებს. ყველაზე მთავარი მგონია, რომ ბავშვს უნდა მოусმინოს სახელმწიფომ და ბავშვი უნდა დაინახოს სახელმწიფომ და მე რა თქმა უნდა იმოქმედოს ბავშვის საჭიროებების შესაბამისად.